უშენ. მიდი. ვა, გამარჯობა დრაკონო. დრაკონი არა ვარ მე. ირა, ნინძა ვარ. შენ გიტყავე? კარგი და აჰა რა შენი გულშიც დამარტყა რატო ამ ხელა კაცი ასეთი სახელოვანი ბიოგრაფიით ხო და რა მოგივიდა რა სერიოზული კაცი ხელოვანი ზიხარ ირდან და დუდუ ბატკამუტკი არ მოგბეს და კაცო ხა რა ვქნა ირაკლი ჰა არა მითხარი რა ვქნა სახლი მე არ მაქვს ადგილი მე არ მაქვს რომ ხატო სამართო სანამ არ დამთავრდება კიდე მე ქალაქგარეთ გასვლა მეკრძალება. რა გამოგეთ? გადართე, შემახედე ტელევიზორი რაღაცა ინფორმაცია იქნება. გამაგებინეთ კაცო რა ხდება ქვეყანაზე. შეიძლება მთელი დღე დუდუ ზგუნ ბრუმ აღარ შემიძლია. ჩამირთე რა. კარგი რა ეხა იმ ტელევიზორშიც რა უნდა იყოს ისევ სანდროს რეკლამა რა. გლამურ დიასახლისების გემრიელი საიდუმ მარგარინის რეკლამა. რა უბედურობა. ისე რა არის მართლა ტელევიზორში სულ მაგ რეკლამას რო აჩვენებენ. ხალხს როგორ მოწონს? იცი რა მაინტერესებს? აი ამ სიტყვების მნიშვნელობა თუ იცის სანდრომ, მარგარინი, გლამური. ირა. რა გჭირს თავზე? გამჭირს. რა? ერაყში გიშვებენი რა? აიყო, დიდი ამბავი, ცოტა მეტი მოუვიდა რა. არა, ეხლა აღიარე და უთხარი სიმართლე. რომ პარიკ მახერთან რომ მიჯექი და თმას გჭრი და შენ ჩაგეძინა და მე ის კაცი ვეღარ გააჩერეს. უთხარი. რა იყო ეხლა ეს? არაფერი შენ კაცმა არ უნდა მოგიყვეს მარიკა რა. გადართე გამაგებინე რა ხდება ქვეყანაზე კაცო რა მოგივიდა შე. კარგი რა ირაკლი და ერთი სიცოცხლე მაგ დარჩენილი ისე და მაცად ერთი წუთიას. ალო გამარჯობა ელენე გამარჯობა კარგად შე როგორ ხარ აჰა დიდი მადლობა დათო კი სახშია დაკავებულია რას აკეთებს და მუშაობს ხატავს დაუბრუნდა ხო ხატავს დაუბრუნდა ხო ერთი წუთი ელენე დათო ელენია ერთი წუთიო შეულიაო დათოს მოვიდესო ტელეფონთანო რას მიყურებ კაცო აირჩი ეხლა ეს სიცოცხლე გირჩევია თუ ეს სიცოცხლე კარგი რა ირაკლი და კარგი რა ბიდი სუ შორტატი ხო ელენე რა კარგით რა ბატონო გოგი რა კარგით რა მადლობა გოგი ვიცი ხო ირაკლი რომ გითხრათ კარგით ხო მადლობთ კარგად ბრძანდებოდეთ კარგი რა აი მასხარა ხარ ირაკლი მასხარა და მეტი რა მაცადე რა შენ შემოგევლე ახლა ნახე რა შემადგენლობაულად დავაყენო რა იბრაგიმოვიჩი საერთოდ უნდა გაუშვა და მაქსველი უნდა ავწიო წინ რა მაცადე მასხარა და მეტი არაფერი რა დამსვი რა ირაკლი აუ გუშინ ვითამაშე რა მაგარი იყო იცი მესი ყველგან მესია რა აუ
რატო? ო, ნახე, თამარი და ვახო ჩამოსვლან ეგვიპტიდან. საიდან მომინახე? აი, აკლემი არის დაბმული სადაც. მარიკა ფერენცვაროს ხვდები. კარგი რა მარიკა. შენაკლი ხარ კიდე ამას, აი. ოჯახ მარიკულა, კარგი იყო. მომეწონა. დათო, შენახლა ის ნახე. ვახოს თუ დაადგა ცოტა ხანში პატარა ბედუინი ბიჭი. მიუკაკულა ასე და თუ უთხრა. გამარჯობა მამა, ოღონდ არაბულად. ისე რა მაგარი დრო ვატარეთ კორჭილში? კი, ძალიან მაგარი. შენ თამარის მხრიდან ყველაზე მაგრა შენ გეცვად დათო. გიხდებოდა ხატავდა ის აჭარულის ფორმა რა. რამდენი დავლიეთ? აბა, ისევ შენ. ყველაზე მეტი შენ დალიე. ჩემი პატარა ნინი დაათვრე შენ. ხო, შენზე ადრე ჩამოეძინა. არა მარიკა? ირაკლი და ის თუ შეამჩნიე რამინის ბიჭი გიგლა როგორ ეპრანჭებოდა ანანოს. როგორ არ შევამჩნიე მარიკუნა? შევამჩნიე მთელი საღამო უღიმოდა და მთელი საღამო ეპრანჭებოდა. მაგათ ხო დაკარგეს. ხო, სამაგიეროდ თამარის ქორწილში აგერა თხა იპოვეს. არ დამოჭი ხო? არა. არა ხო? მოიცა რა ძლივს დავაყენე შემადგენლობა რა მოგივიდა ვიღაც ფერენცვაროსთან ვაგებ ხო ხედავ არაკაცო. კარგი, აი მე გავყიდი ნახატებს. აჰა. სახსაც ვიყიდ. კი, ორს. კომპიუტერს სამს. დიახ. არც სახში შემოგიშვებ და არც კომპიუტერზე გათამაშე. კი, დიდი მადლობა. მართლა ნახატებზე გამახსენდა დათუჩა. მოდი აქ, მოდი. სიღნაღში ყოფილა ის რემბრანდტის რეპროდუქციების გამოფენა. არ წავიდეთ? არი, ძალით მიკეთებ ხო? გიდორ ნერვებია მიშალო. კიდე გამიტანის. მე ხომ აკრძალული ქალაქარით გასვლა. ვერა ხარ ხო შენ რა? მე შენ ეხა რაღაცა საშიში რო იყოს იმას შემოგთავაზებდი კაცო. რა მოგივიდა რა ამხელა კაცი გიდგავარ თავდებში ეხა. წაგიყვან იქა ის რო იყოს. კარგი ირაკლი ხა შენ თუ უდგახარ თავდებში რამე პრობლემა არ შეგექნას მერე. მარიკუნა ეს ჩემ სახში როა მაშინ უფრო მეტი პრობლემა მექნება მე. მართლა ამბობ ირა ჰა? მართლა უნდა წავიდეთ. დათო რემბრანდტი მაგალითად იყო შენ გამოფენაზე. ახლა შენ ვარ წახვიდე, არ შეიძლება არაკოლეგიალურია. მე მაგალითად მეწყინებოდა. მოიცა და რითი მიდივართ? ჩემი სამსახურის მანქანით. ესე იგი, აქედან მივდივართ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მანქანით და პოლიციამ თუ გაგვიგო, იქიდან შეიძლება დავბრუნოთ შსს მანქანით. რა იყო ეხა ეს? აიყო მარიკა დილიდან ხუმრობდა და ეს რა წავიდეთ, ისა ბავშვებს არ წამოიყვან? არა, ირაკლი, ცოდოები არიან, დაიღლებიან. დედასთან წავიყვან. ბავშვები არ მოდიან? არა. მე სიღნაღში მივიდა. მამა კეთება. ლაშა. ადექი ლაშიკო? ხო, ავდექი კეთება. რაო თამარმა დავახო. მოგვეწონა ეგვიპტეო? თუ სამტრედია ჯობიაო? ჰა? ისე როგორ დამეძინა კეთება? არა და მინდოდა დახვედრა რა. რაიმე, იცი როგორ კმაყოფილები ჩამოვიდნენ, ძალიან მოწონებიათ ეგვიპტე, იმდენი საჩუქრები ჩამოიტანეს. ჩამოზიდეს ნახევარი ეგვიპტე. უი, მართლა? ხო. აი, ეხლა მეშინია კეთება რა, მეშინია ფანჯარაში გახედოს, იმიტომ რომ რო გავიხედო, რა ვიცი, ეზოში ის, რა ქვია, სფინქსი არ დამხდეს. ალაშა, როგორ ახარ, როგორ? კარგად, ბატონო რამზეს თქვენ? აიცი, მაგრამ გუში გვიან აღარ გაგაღვიძეთ გეძინა რა. ნახე? საჯუგარი ჩამოგიტანე. საჯუგარი? აი, ნახე. მაგრამ ჩალმა. ვაა! მინდა დაიხურე. დაიხურე, ხო? რა არის, რა დავიფიქრე? ლაშა, მიდია. დაიხურე ხა რა, გეუნები მოგიხდება თან ნამდვილი შეიხი იქნები რა. და რა ცოლები კი გყავს და მიდი.
ეს არის ეგვიპტური იუმორი თუ ეს თავისებური რა. ვაი თავი, მოდი. ეს მადლობა რომ შემოგიტანიათ, მაგრამ აღარ მჭირდება. გიჟდები გაფუჭებულ მაგნიტოფონებს. ხო, ქორწილში იმდენი საჩუქარი მოგვიტანეს ქეთ, რომ სახლი არის სავსე და მაგის ადგილი აღარ არის. მოგეწონა შენ ეს. გადავირი. ხო, აი მე ჩამოგიტანე. ნახე. რა ჩამომიდა? აბა საჩუქარი ჩამოგიტანე, ჩილი. რა ჩილიმი? ვაი მე შეხედე თამარ რა ჩამოგიტანა ლაშ. მოდი აბა მოდი ნელა. აუ რა გამზადებულია. გამზადებულია უკვე, ხო? აიმე ძალიან დიდი მადლობა თამარ, ძალიან დიდი მადლობა. კეთება ესე შეხედე რა ორიგინალური დაკავს. მე ჯერ არ მინახავს ადამიანი, რომელიც ეგვიპტეში ჩასულიყო და იქიდან ჩილიმი ჩამოედავს. აი მე ვახუნა რა დასვენებული ვიყავი ეგვიპტეში ამის ეს ხიხინი რო არ მესმოდა რა. სულ ეს არის თამარ მეტი არაფერი? აი მე ქვიშაც ჩამოგიტანე. ქვიშა ჩამომიტანე. ძალიან კარგი, ესე იგი ქვიშაც მაგ წყალიც მოდის. კეთებან და მოვზილავ და მოვაშენებ რა ამ კედელს. ხუცები, კარგი ერთი წუთი. ვახო, მიდი აბა ახლა შენ მოყევი როგორ მოიარეთ ეგვიპტე და როგორ დაგხვდნენ ეგვიპტელები. მოყევი აბა. ესე იგი, კეთება. გადასარევი ხალხია რა, ის არ მოყვე. კარგი. გადასარევი ხალხია კეთევან რა, გადასარევი. ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევდნენ და ის კარგად გვექცეოდნენ და გადაყვნენ თან რა. გადაყვებოდნენ, ამ ხელა კლეოპატრა ჩაუყვანე და. ვაი მე კლეოპატრაზე გამახსენდა თამრი, რა იყო საწაიღე შენი ქორწილის კასეტა, მთელი სახლი გადავატრია. ძალიან გვინდოდა ყურებოდა და ისე ვერ ვუყურე. აი ვიფიქრე რომ ჩვენც გავერთობოდით იქ და სასტუმროში მოდიოდა მაჰმუდი. ჩართავდა ხოლმე კასეტას და იქ ყველანი ტურისტები დაასხდებოდნენ და სვავდეს და უყურებდით. ხო ხა თავიდან კი წუწუნებდნენ 1-3 დღე, მაგრამ მიეჩვია მე. აუ, აქაც უყუროთ რა, თან იცი რა, ისეთ საინტერესო რაღაცებია გადაღებული და დაფიქსირებული. აუ რევია, მახრევია, მოყევი. კითხრა რა. ეს იგი, ნუ იქიდან დავიწყებ. ირაკლის როს ძინავს თეფშებზე? ხო. მე დათოს ძინავს ირაკლიზე და ვაი მე ყველაზე მაგარი თრალი რამინი კისერზე აზის ლაშას რა დარბია. ვაი მე მახსოვს, ვაი მე ვეხვეწე ვემუდარე დასვილა ამხელა კაცის სირცხულია, რას დაარბინებ წინ და უკან მეთქი და არაფრით არ დასვა. ძალიან კი მოწონდა და. შენ დაარბინებ იქით აქ. კიდე ერთი რაღაც იქ მე დავაფიქსირე და დაფიქსირდა ჩანს იქ რომ ჩვენი რამინის ბიჭი გიგლა მოიცადე გითხრა ხო სხვანაირად უყურებდა ანანოს მარტო ჩემი აზრი არ არის ტურისტებმა შეამჩნიეს და მაჰმუდმაც მითხრა აუ ვახო ხო აი ისე სხვათა შორის ეგ ამბავი მე შევამჩნიე თამარ ხო, შევამჩნიე, გიგლას უმეკითხებოდა ანანოზე ვინ არის ეს გოგო. კი, ეხლა მე არ ვიცი ანანელი წვილი იქნება გიგლა და ანანო. მაგრამ რამინი რო კაი ქორწილს გააკეთებს ეს ნამდვილად ვიცი ასე რომ მე თან ახმავ. სხვათა შორის ჩვენ მანანომ დაიწყო მუშაობა. უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში. ისე გამიხარდა ხო. აი ვახუნა, ხო გეუბნებოდი წავიყვანოთ ეს კოზაკი მეთქი ეგვიპტეში მომიყვანა მაჰმუდმა მომიყვანა კარგი რა თამარა რა მოგივიდა რა არის ხა ეს მაჰმუდი და კოზაკი მაჰმუდი რა გეხოცები კარგი და სხვათა შორის როგორ მოგეჩვია ის კოზაკი და ის უხაროდა რომ გიყურებდა და გაბადრული დადედა და ბადრი დავარქვი აგე ბადრი ვახო არ აქ ცხენია ხო აი მე ბადრი დატოვე შუაგულ ეგვიპტეში და წამოხვედი ხო მიატოვა ბადრი კოზაკი მე ავიღებ კიდე საწყა კოზაკი ალო თამარ ტელეფონთან ვინ არის მუმია
მართლა გეუბნები მუმია გამომყვეს თამარი ცოლად თორე შევსვავ იმ ბადრიზე და ისე მოვიტაცე. გაჩერდი, ვინა? კოზაკ. ალო. ხო გიგლა. ლაშა ვარ კი, ლაშა. რა ფერ ვარ? კარგად გიგლა, რა ფერ ვიქნები ახლა, აბა? ხო. შენ როგორ ახარ? ძალიან კარგი. ოჯახში? რამინი როგორ არის, რამინი? ო, რასი პოვიდა აბა, რასი პოვიდა? კარგი. რა? ანანოს ნომერი გინდა? არ მისცეს შეაცოხეთ. კარგი მოგცემ, რა პრობლემაა? კარგი, ჩაიწერე. 877. ხო, ჯეოსელია. ჯიო არა, ჯეო. ხო, 877 12 70 90. აჰა. კარგი, ჩართე სალაპარაკო და მერე დაურეკე, აბარა. კარგად, ძამია, კარგად. აუ რა დღეა ეს რა, არავინ არ შემოდის რა. სალომე, გამარჯობა. გამარჯობა. რა შვები, ნახე ვინ მოგიყვანა? ეს არის დინგო. ვაიმე რა საყვარელია და პატარა. ხოდიცი სალომე, ამას არ აქვს სახლი უპატრონო პატარა. და ამას უნდა უპოვოთ თავშესაფარი. მართლა, ვაიმე გილოცავ ახალ სამსახურს. ძალიან კარგი საქმე უპატრონო ძაღლებისთვის და კატებისთვის თავშესაფრის მოძებნა. ისე როგორი ხარ, აი მაინც გამოძებნი ხოლმე საქმეს. მადლობა სალომე. მოიცა SMS-ია. რა ნომერია SMS რა? ანგელოზი ხარ? ვინ არის? რა ვიცი მე ვინ არის უცხო ნომერია შეშავალავთ განებ და მისმინე მითხარი სანდრა რაშვება როგორ არის? რა ვიცი ანანო რა ძალიან შეიცვალა რაც მარგარინის რეკლამაში გადაიღოს რა. ახლა აპირებს მანქანის ყიდვას, ჰონორარი ხო აიღო. და მამამის თხოვა რომ დამიმატეო ფულიო $500 მაქვს და 6000 მაკლდებაო. ისე ძალიან მაგარია იმ მარგარინის რეკლამაში სანდრა სოლმე ძალიან. არა შენ იცნე და იცი რა პოპულარულია თავში აქვს უკვე ავარტნილი. რა მართლა? ხო, აბა რა, წარმოიდგინე მარგარინის რეკლამაში გადაიღეს და თავში ავარდა და ეგრო კარაქის რეკლამაში გადაიღეს. მაგაზე იდარდე ახლა კიდე. რა ხდება ხალხი რატო არ არის? რა ვიცი ანანო კიდე ცალკე საფიქრალი და სადარდებელი გამიხდარა. აჰა გეუბნებათ პოპულარული გახდეთ. ატომები შეიძლება? აუ, გაკოცებ რა. რა პრობლემა? მე სანდრო მახარაძემ ავტოგრაფი მომცა. მე სანდრო მახარაძე სახლში აღარ შემოუშვებ. სანდრო მახარაძის შეყვარებული ხარ? ხო, როგორ მიხდი? ავტოგრაფი შეიძლება? ჩემი? გამასტარი აქედა? სანდრო, რა შვები, როგორ ახარა? ვარა. რა არის ეს კაშნა გაგიკეთებია? მელ გიბსონს ეკეთა ესეთი ზუსტად. და ისე მელ გიბსონს მამაც გულში კაბაცაცვია სანდრო. არა, ჯერ ცივა. სანდრო, საერთოდ ვეღარ გცნობდი. ვერ მცნობ? ვერ. ხუმრობ, შემომხედე? გლამურ, მარგარინე გლამური. დიასახლისების გემრიელი საიდუმლო.
სანდრო, ეგ ვიცი, მე სხვა რამეს გეუბნები. კარგი რა სალომე, კარგი რა. ეს ვინ არის? მოდი აქ თუ გაი როგორ ვერავინახე. შენია? არა, სანდრო, უპატრონო. იცი მე დავიწყე მუშაობა. უპატრონო, ცხოველებისთვის ვეძებთ თავშესაფარს ეგეთი ორგანიზაცია. რა მაგარია. სუჰეი. ზენი ხო დააბინავე, ეხლა ამაზე გადაходა ცხოველებზე, ხო? მითხარი, წვენი გინდა? მინდა. კარგი, სალომე. 2 წვენი და 1 ძვალი მოგდანე. ვაი, მაცა, მე შეჯია კიდე. რა ვქნა, რა ფერ მე ვიქცე. ის კაია, ის ვაშლის არომატით. მიდი გასინჯე. არ მინდა რა თამა. რას ქვია არ გინდა ხლა ამ ხელა გზაზე ტყუილად ვათრიე? თავბრო მე ხო სუდათა ვარ თამარა არ შემიძლია. რა სუსტი ხარ რა. ისვენებს ფარაონი. რამე ხომ არ მოგართვათ? არა, ესება. თავბრო დამეხვა და ეხა უკეთესად ვარ. ხო, უკეთ ძალიან კარგია, მიხარია. ეხლა მომისმინეთ თამარ და ვაბა. ესე იგი, სანამ თქვენ ეგვიპტეში ბრძანდებოდით და ისვენებდით და იმ კოზაკს ეთამაშებოდით, რომელიც მაჰმუდმა მოგგვარათ, მე და ჩემა ლაშიკომ, ესე იგი, ჩვენი კორპუსის ქვევით ვიქირავეთ ფართი. ხო, მედოშვილები. იცი ხო, მედოშვილების ფართი რო იყოს, კარგი ფათი, თან ძალიან იაფად ვიქირავეთ. ხო და მოკლედ გადავწყვეტეთ, გავაკეთოთ სურსათის მაღაზია. ეხლა არ ვიცი, თქვენც გადაწყვეტეთ რა სიზამთ თუ შემოხვალთ წილში, ჩვენ ძალიან გაგვიხარდება. რაღაცა კარგი აზრია, ქეთინა, მაგრამ ესე იაფად რატო გასარემონტებელი ხო არა? არა, თამ შეხედე რა გავაკეთე. ფანჯერაზე ეწერას ტელეფონი. მე ესე ჩამოვხსენი, ჩემი ნომერი გავაკარი. მე ეს კლიენტები მე რომ მირეკავდნენ, ვეუბნებოდი ძვირს. აჰა. ხო და მე დაურეკე ამ მედოშლს, ხო იცი, მე რომ გახსნაიდი კარგი ხალხია, ხო წესიერი, ხო და მედოშლმა მომცა იაფად. შესმედი, მაინც არავის არ დაურეკია ქეთევანო და ესე ვიყიდე ფართი, ხო? შევიძინე. ღლონტების სკოლა. აბარა. ისე ქეთინო, კარგი აზრი ეს სურსათის მაღაზია. მე სად არის ახლა ის ლოქორამდე რამეს ვეტყოდი? რა არის ახლა? არა, ეხლა მართლა ეს ძალიან კარგი იდეაა, თამარ. თან მე ხო ეხლა იმ ქარხანაში ჩემი წელი გავყიდე, ხო? ხო და ნუ ფული გვაქვს და შეიძლება რაღაცა ხო ერთად რაღაც ძალიან კარგი იქნება. გამიხარდა, კარგი. მაგრამ კეთევან დაიმახსოვრე, აი აქედან მე გახსოვდეს და ხო. იცოდე რომ ეს ჩვენთვის იქნება სურსათის მაღაზია. ხო და ვაშასთვის იქნება მესამე სამზარეულო. აი ეს. ხო, რა არის ახლა, ხო, მაგას მე მივხედავ, ხო, იცი რა, ესე არ შეიძლება. ვაიმე, ხალხო, მთავარია ჩვენ თავიდან გავხსნათ ეს მინი მარკეტი. მერე გვექნება მარკეტი, მერე სუპერმარკეტი, მერე ჰიპერმარკეტი და მთელი ქვეყანა ჩვენ და მარკეტები ვიქნებით. რა კარგი იქნება, შეხედე, არა ჩვეულებრივი. ისე ქეთინა და ხოც წარწერა უნდა გავაკეთოთ. ნისია და არ გაიცემა. აუ, ეგ წარწერა არ ჩამოკიდოთ იქ რა, გთხოვთ რა მოგევიდე. ხო, მართალია ვახ, აბარა, მართალია ვახ, ეს წარწერა იქ არ უნდა არ შეიძლება. პირდაპირ დავარქვათ, ნისია და არ გაიცემა. მაღაზიას. და კიდე გავაკეთოთ, იცი რა გავაკეთოთ? საჩუქრების კუთხეც. ხო, სექცია, რა ქვია? ხო, კუთხე დავარქვათ. ქორწილში იმდენი საჩუქარი მომიტანეს, რაღაცები არ მომეწონა, გადავაჭერ, დავდგები და გავყიდი. ეხლა თქვენ კი ეს ჩემგან არ გესწავლებათ, გოგოებო, მაგრამ ხა იცი რა, ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, როგორი გამყიდველი გეყოლება. აი ეს არის როგორი გამყიდველი. ხო, გამყიდველი რაღაც კასტინგი უნდა გამოვაცხადოთ და ავირჩევთ ესე გამყიდველს, რა პრობლემაა კასტინგი? არაჩვეულებრივი აზრია და მე აზრია, კარგი აზრია. მოდი ჩავიდეთ და ვნახოთ ის ფართი, მაინტერესებს. ვაიმე, თამიცი როგორ მოგეწა. შენ იცი რომ ამ ბიზნესის გაფართოება უფროსი კარგად შეიძლება? აბა როგორ? აი იცი როგორ? აი ხლა მომაფიქრდა თქვენ, ხო აი ეგვიპტიდან უნდა წამოგეყვნათ ის პატარა კოზაკი. მაჰმუდმა რომ მოგიყვანათ, ხო და მე ესე ქალაქში ამ კოზაკს აღკიდებდით ხურჯინს და წკაპური
მოდი ლაშა, მოდი. აი, ეს არის ნამდვილი ხელოვნება ძმაო. ნახე? ვა. ხო სანდრო. რა? სადა ვარ და სიღნაღში. სიღნაღი. რა გვინდა და გამოფენაზე ვარ. გამოფენა. ხვისი და რემბრანდ ვან რეინის. თენგოსი. ძალიან კარგი. მე ძალიან დათო, შენ რატომ ვერ ხატავ ესეთ ნახატებს? სად დავხატო, მარიკა? სად? არც კუთხე მაქვს. არც სახლი. არც პატარა ადგილი რომ ხატო. აივნის კუთხეში მაინც. მომისმინე დათო. რემბრანდს სახელოსნო ჰქონდა სარდაფში და იქ ცხოვრობდა თურმე. რა სისულელია, რა თქმა უნდა. კუთხე აივნის არ მინდა, ჩემ ოთახში ძალიან კარგად ხატა. მაგ. მოდი. ნახე. ეს. ეს არის დანაია. მე რო წევს ეს ქალი. ეს უკან ხედავ რომ მიიპარება ჩუმად. ეს თურმე ამას მთელი ცხოვრება პარავდა პერანგებს. აი ეს და იმდენი მოპარა რომ მე დანაია შიშველი დარჩა. ირაკლი, მოდი ერთ. აი, შეხედე ამას. აი, ეს არის ირაკლი ექიმი. კი ბატონო. მაგრამ სტუდენტებს შენსავით სასმელს კი არ ასმევს, ასწავლის. ოჩახ ბიძაშვილო. აი, მეუბნებოდი ლაშიკოს. მიყვარხარ. ოჩახ ბიძაშვილო, ხო? დიახ. მოდი აქ შენ, აი არ მინდოდა. მაგრამ ახლა გეტყვი. რას? აი ნახეთ შეხედეთ ბატონო დავით. ხედა. ეს ხარ შენ. აი ეს. შენ ხარ მოტყდი, მოხუცდი, გავიდაწლები. ეს არის ნინი, ჩემი შვილი, ან მარიამი, რა მნიშვნელობა აქვს? და ყურში გეუნება, როდის გადახარ ჩვენ გადახვალ ჩვენი სახლიდან. სამთავრობო იუმორი, ყოჩა. გაიხედე იქით? ნახე? ის არის ცნობილი ნახატი. ღამის გუშაკი. ხედავ? ხო და რო ხედავ? იქ რომ მიხვალ, თავი დახარე, სახე დამალე და ისე ჩაიარე არ გიცნოს. კარგი, ნუ აშინებ რა ის. ირაკლი, მოდი, რაღაცნა განახვე იქ. ხო, მოდივარ. მომისმინე, მე უნდა გავიდე, დათუჩა, ესა ლაშიკო, მე ხა გავალ. ხო, თქვენ აქ დაათვალიერეთ, ხო და თუ პოლიცია მოვიდა. ხო, თქვენ ეს რო არ იცნოს რა, ჩაიხუტეთ ერთმანეთს და როგორც კინოში არა, ვითომ კოცნაობთ. მერა კარგად შედა. ისე ყოჩახ დათო. ყოჩახ, როგორ ყვარებია მართლა ხელოვნება რა. როგორ ყვარებია ხელოვნება, აი რემბრანდტი, აი გავგიჟდა. შენ ფაქტიურად აი თავს წირავ. ეხლა არის რომ ვინმე რო გნახოს აქ, გაგიჭერენ. ყოჩახ, რა თავს შენ ვერ ახლა ცოტა კარგად. თავს წირავ არა ის კიდე მიდი საჭმელი აქვს დახატული და მიდის დათვალიერე შენის გირჩევი. ხო, არ უნდა მაგას. აშიკო, როგორ ახარ? კარგად, შენ როგორ ახარ? რა ვიცი, აი შემოვიარე გამოფენაზე. შემოვიარე? თავშობი როგორ? რა ვიცი, არა მიშავს, ნელ-ნელა. შენ ერთი წუთი რა. ერთი წუთი. არაფერი, ერთი წუთი. დათო. მოდი. მოდი დათო, მოდი.
რამდენი გადაგიხადეს ლაშა? ეს არის გიბუ. ა? გიბუ. ეს ზედმეტსახელია და ისე გიაბუაზე ვარ. კოსტუმა. ისე? ისეც. გიბუ, ეხლა გია. სად ახარ ეხლა შენ სად მუშაობ? ეხლა ფინანსურ მაქინაციებთან და რაღაც კორუფციასთან ბრძოლის სამსახურში გადამეყარეს 1-2 თვიანი კავა. აი და და რა თანამდებობაზე ხართ ეხლა თქვენ, ა? მაიორი? მაიორი არა ვარ. არა. მაიორი არა. პოლკოვნიკი. ას პოლკოვნიკი არა. ლეიტენანტ. უფროსი ლეიტენანტ. უფროსი ლეიტენანტი ხო? უფროსი ლეიტენანტი. სულ უფროსი. სულ უფროსი? მადლობთ. უკაცრავად ერთ წუთში. გუაძე გისმენ? რა გქონდა ლაშა იხომი, ჰა? აი, გავიქცე. მოიცა, ეს არის ჩემი მეგობარია, გიბუ, მოგითხარი. ნუ გეშინია, კარგი, რა მოგივიდა დათო? მე რა კაცო და კარგა შენ მოიცა მართლა შენი მეგობარია, ჰა? კი, ჩემი მეგობარი. ანუ არ დაგიჭერს, არა, ნუ გეშინია, არა. სანდოკაცი. არა. კი. შეგენაცო. ისა უფროსო. ლაპარაკობს დააცა. უფროსო. ხო. სუ უფროსო. ისე დათო. კოსტუმა დათო ის. და რა მინდა იცით გთხოვოთ. მე მყავს ესე იგი სიძე. მინისტრის მოადგილეა. ხო და კარგი, ესე იგი მაგარია დათო. ესე იგი როგორ უნდა მოიქცეთ ახლა ჩვენ უარი არ მითხრა ძალიან გთხოვთ. არა, ლაშას არა. თუ რამე შემიძლია? კი. ესე იგი ხო ჩვენ ვიზავთ ასე. აი მოდით ბახო თამრი შემოდით აი ნახე აი ძალიან მაგარია აი შეხედეთ აი ნახეთ როგორ კარგი რა მათე რა უნდა გასცეს ხო ხედავ რომ არ გავხსნილ ვარ რა ძმობას მაფიცებ წადი კაცო სულელია ეს შვენიერ ადგილას არის რა თან ფართიც ბიძია მაგრამ გოგო ვიცი რა მაინტერესებს ხო აბა ახლა წინ რომ იმხელა მარკეტია აი იმას კონკურენციას როგორ გავუწევთ მე შენ მაგაზე არ ინერვიულობა ხო? აი ნახე, მარკეტმა სულ რაღაც 2 თვე იმუშაოს და მერე გაკოტრდება. აბა რა იქნება? მოიცა კეთებან ეხლა რა 1 წელია მუშაობს და არ გაკოტრებულა და ეხლა ამ 2 თვეში რა უნდა მოხდეს ისეთი რომ გაკოტრდეს. რა და აღარ შევა, ჩემი ლაშიკო, იქ და გაკოტრდება აბა რა სიზამს. აბა რა იქნება? კეთინა. ხო. იცი როგორი ერთი აზრი მომივიდა თავში? აი მე რომ დავდგე გარეთ მაღაზიასთან და კლიენტები რომ მოვიზიდო. აქ ეს და ხო, იდეალურ. იცი რა, თამრი, მე მგონი ჯობია. აი იქ მარკეტთან დადგე და ეს ხალხი არ შეუშვა. არ ჯობია ესა? რა იყო ახლა ეგ? რა იყო? ბახო თუ შეიძლება გარეთ დახვდი გოგონა უნდა მოვიდეს გამყიდველის ვაკანსიაზე და შემოიყვანე რა. ხო. კი ბატონო. ბახო. შეტა. ხო იცი რომ ეხა ბახოსთან არაფერი არ გითხარი, კეთინო რა არის? რა არის? ეგრე უნდა მელაპარაკო? ისე იგი 51% რა შენია, ეგრე უნდა მელაპარაკო, კეთინო. კარგი რა, დები ვარ. თამრი, დები რო ვარ, თამრი რასისულელია, თამრი შემოხედე შენ. შენთვის თქვი, გეპიცები შენთვის შენსემს უნდა რომ რატო უნდა დადგე გოგო ქუჩაში, წვიმაში, თოლში, დავში, დავდარში, რატო? მე შემეწოდე და უბრალოდ რაღაც თან მეორე იდეაც მქონდა ეს პლან მოგეწონა. მითხარი.
რადგან ეხა თბილისი ხო პატარა ქალაქია. და აი მაღაზიის გახსნას აი სახეები რომ დავპატიჟოთ. იცი ვის ვფიქრობ? აი სანდრო და ირაკლი. ვაიმე. აი ხო შეგძლებია ნახე როგორი იდეების პატრონი ხარ. აბა რა უნდა ვქნათ? აბა რა დავპატიჟო. ამრიცი მე რა ვიფიქრე კიდე. აი ეს მარკეტი ხო გაკოტრდება და მე ჩვენ ვიყიდოთ. მერე კიდე აი ეს ქუჩის ბოლოში რო არის ხო იცი დიდი მარკეტი ისიც ჩვენ ვიყიდოთ ელე გაკოტრდება მერე აი ესე მოკლედ აი ესე გავაკეთოთ დიდი მარკეტები ეს სუპერმარკეტები ყველაფერი ჩვენ ავიღოთ თელი ქვეყანა ჩვენ ვიყოთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მერე მე აი ესე ყოველ დილით აი ამ მარკეტებში ჩამოული გამყიდველებს აი ესე გავამხნევებ შევუძახებ ხო და ისე ხო იცი რაღაც ენერგიულად იმუშავებენ ხო აზიღათ ამრივ აიმე როგორ მინდა ერთი მერე სხვა ქალაქებშიც გავხსნათ ჩვენი ფილიალები და აი მე დავიღალე რა ცოტა აი რამ დაგღალა ქეთინო კარგი რა ვიცით ამ რას ქვია რამ დამღალა ამ ხელა ბიზნეს მართვა არ უნდა შენი დავიღალე ქეთინო აი გამყიდველი ცოტა მაღალი გვინდა ხო რო გამოჩნდეს აბა რა მართალი მომდამდით აი გამყიდველის ვაკანსიაზე რო ყავდა დაბარებული მოვიდა ნანა გაცნობა მოვასწარეთ ქეთინო და თამრიკო დები ხო აბა ნანა თქვენ შესახებ რა მეგვიამბეთ რომ ისე გაგიცნოთ და გავიგოთ ვიმძანდებით გამოცდილება მაქვს აქამდე სხვა მაღაზიებშიც მიმუშავია ბუღალტერიაშიც კარგად ვერკვევი დიპლომატს მაქვს ეგ არ მაინტერესებს გათხოვილი ბრძანდებით თუ არა და აი აქ რომ მობრძანდით თქვენ გაიცანით ვახო თუ ვალხო გაგეცნოთ თქვენ იცით როგორ ხო რა არა ხა უხერხულია რა ხო კარგით საქმეზე გადავიდეთ პირდაპირ აი დაუშვათ მაღაზიაში შემოვიდა ქერათმიანი ცისფერთვალება ჩაპუტკუნებული ბიჭი და ნისიათ გთხოვათ რამე რას აკეთებთ თქვენ აძლევთ თუ არა არ მივცემ ხო? ერთი წუთით და ვთქვათ შემოვიდა ესეთი სათვალებიანი, ოდნავ დაბნეული ბიჭი, თან ვერ შემოვიდა კარებს მიეჯახა, მაშინ რას ვაკეთებთ? არც მოგესმით. არა, არ მისცემ, ხო და რომ ჩამოგეჭება იმის სოლი, ნახავთ მე რას არ მისცემ. ხო და კიდევ თავარი გამყიდველისთვის. ну რა უნდა იყოს? სულ უნდა იღიმებოდეთ. აი კლიენტი შემოვა იღიმით, არ შემოვა იღიმით. აი ცუდი ამიდა იღიმით. კბილი გტკივათ იღიმით, თავი გტკივათ იღიმით, კბილი და თავი ერთად სულ იღიმით, სულ, აი სულ. როგორ მუდმივად უნდა ვიღიმებოდე? მომისმინე ხო გინაცვალე მე სულ არ მეღიმება, მაგრამ გიღიმი. მე მგონი კეთინო ტესტირება გავიარეთ ხო დაგიკავშირდებით ხო და დანა კიდევ დავიმახსოვროთ რომ გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება არა კეთინო უკან კი მიიღება მაგრამ ფულს არ ვაბრუნ ხო აი კარგი ბრძანდებოდე გაგაცილებთ მე ხო კარგი ნახ გავაცილებთ მიდი გაგაცილებ რაღაცა ისეთი რა ვიცი მე რაღაცა ამას ვანდო ეხლა მარკეტინგი სად არის გაშანდი ხას ა? კარგი რა დაგემართა დათო მოვა აბა რა სიზავს რო არ მოვიდეს მოვა არა ძმაო ძალიან მაგარი იყო სიგნალი კი ისე ყოჩახ სიგნალს რა ყოჩახ რა ხაშლა მაქონდა? ხაშლა. შეც კიდე აიჩემებ ხოლმე რა. რა გამოფენა იყო? არ იყო მაგარი გამოფენა? გამოფენასაც არა უშავდა ირაკლი. არ მოგეწონა დათო? კარგი რა ირაკლი. მე ვერაფერს გემო ვერ ჩავატანე და სულ მეგონა რომ ეხა მოვიდო და პოლიცია და წამიყვანდა რა. ნერვიულობდი. პანიკიორი ხარ რა. ისტერიკებს აწყობ არაფრის გულისთვის. უთხარი რა ლაშა, შენ მაინც უთხარი საშიში რო ყოფილიყო ახლა მე წავიყვანდი ამას იგა. წერი ვარ მე ამისი. ბოლო შენც კიდე რა მოგივიდა რა? შენზე ნერვიულობდი ირაკლი, შენზე. მიდი კაცო კარგი გაავე რა. მიდი ჩემზე ნერვიულობდი. მიდი. მოიწე დათო მე გავაღებ ხაშლამა რო ბევრი მომივიდა ხო? კარგიო, სიარული კარგიო და რა?
არაფერი. შეკიდე, აიცი ხოლმე ეს რო ატეხავ ამ იმას. ისტერიკებს და ამოგივიდა. ვაიმე, ირა. და პოლიცია მოვიდა. ვაიმე. მოვიდა. სანგადახტები შემოდი ხალხი რა მოგივიდა ლაშა შენს დათო ხო არა ხარ კაცო გააღე მე დაველაპარაკები რა მოგივიდა ხო მიდი გამარჯობა ჩხეიძების მინა ხო დიახ გამარჯობა მომბრძანდით აბა დამბრძანდით მე დავით ალექსიძის საქმესთან დაკავშირებით გიახელით ბატონ ალექსიძეს 3 თვის მანძილზე აკრძალული ჰქონდა ქალაქის დატოვება. დიახ. დღეს ის დაინახეს კახეთში. ვაიმე დედა. კერძო ციხნახში. გენაცვალე, მე ვარ ირაკლი ჩხეიძე. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის და კიდევ ორი რაღაცის მინისტრის მოადგილე. დიახ, მომეცით თქვენი უფროსის ტელეფონის ნომერი მე თვითონ დაურეკავ და გავარკვევ ყველაფერს. აჰა, ესე იგი ირაკლი ჩხეიძე თქვენ ხართ. დიახ. ძალიან კარგი. თქვენს მოგეწევთ ჩვენთან ერთად წამოსვლა. აიმე. ალექსიძის თავდებში თქვენ არიღავით ბატონო ირაკლი? ნაისა მოიქედეთ პატივცემულო პოლიციელო ახლა როგორ ირაკლისაც იჭერთ? პრინციპში მარტო ირაკლი ჩხეიძე უნდა დავაკავოთ. რადგან ალექსიძის თავდებში ის იყო, დანაშაული მასზე გადმოდის. მარტო ირაკლი. ვაიმე, ირა. ვაიმე. უკაცრავად ის უფროსო. ირაკლი არ დაიჭიროთ. რატო? იმიტომ რომ ცოლი ყავს. შვილი, 2 ტყუპი. მე და მეჭირეთ. მე ვაგებ ჩემს უგუნურობაზე პასუხს. ვაიმე დათო, ვაიმე. არაფერი არ გამოვა. კანონია. ესადე მე ირაკლი არ გამოვა. დაკავების ოქმი ნომერი დღეს რა თარიღია უკაცრავად? მომისმინე ოქმი. ესე იგი რა გამოდის რომ მე ამხელა თანამდებობის კაცი უნდა წამიყვანოთ და დამიჭიროთ რისიგულისთვის. რისიგული. მოგახსენებთ რისიგულისთვის. დიახ. ირა, შენ არ ნერვიულო. მე იქ ისეთი ბიჭები გავიცანი. მოგხედავენ, არანაირი პრობლემა არ იქნება. მიდი. დათო. მოდი აქ შენ ესე თვითი ოქმი. ირა. მომისმე. თუ წაგიყვანეს შენ, ხო? ხო. წაგიყვანეს ციხეში ფაქტიურად გამოვა რომ შენ თანამდებობიანაც გაგიშვებენ. ხო და ანუ ის ადგილი გათავისუფლდება და სანამ წაგიყვან როდარეკო ერთი კაი სტომატოლოგი ბიჭი ვიცი. წამობრძანდით ბატონო ირაკლი. შენც კაი მასხარა ხარ რა. ბატონო? წამობრძანდით. ადვოკატზე ჩვენი ხდება. მე მგონი მართლა მიჭერს ეს. მე ხურები, რა? აიმე, ეხა უკვე ყელში ამომასხარა. ირაკლის არავისთან დავაწყე. ალბათ ჯიბოს ურეკავს, ჯიბოს. ვერანაირი ჯიბო ვერ გიშველით თქვენ ბატონო. ოფიცერია პოლიციის. ირა, ერთხელ ამიც და ფეხი და ეხა ჩემთვის ყველაფერი ამით უფრო ართულებს საქმეს ართულებ აიმე რას მიყურებ მიდი გააგე კარი მიუყვები მე ამას მიუყვები აიძი ძალებებს ვიწყლები მე გამოდი აქ არ გამოდი მოიდი დაგები კარები გამოდი აქ არ გამოვა არ გამოვა მე რას მარჩი ბატონო დავით დავკეთე შენ არაფერს არ გერჩი შენ ხარ ეხა ჩვენი მძევალი და სანამ ჩვენ იმას რა ქვია იმას არ დააგმაყოფილებენ მოთხოვნებს აქ და ფიქრს ვერ გაადა გაიგე ბიჭო შენ
რა მოთხოვნები გაქვს? რა მოთხოვნები გაქვს დათო? ვერტფრენი, ავტობუსი და 100,000 ევრო. უშეკინაცვალე რა. რა გვი? ვაიმე ვერტფრენი რა ადგინდათ? როგორ ადგინდათ? ირაკლი, ჩვენ ახლა ამ ქალაქში აღარ დაგვიდგონ. საკაფონი და უნდა გავფრინდეთ. აბა მეც ხო? აბა შეეც, აბა. მოიწერე ირაკლის ხო არ დავტოვებთ, ირაკლი წავიყვანოთ. მართალი ხარ. ირაკლისა წავიყვან და მე ახალდაბაში ჩამოსვა და ჩვენ წავიდეთ. ისა, მაგ მოთხოვნებს კაციშვილი არ შეგისრულებთ თქვენ. მართალია რა. ვაიმე წამიყვანოს რა პროკურატურაში რა ძალიან გქონდა. და მე რა ხარ კარგად. მე სადაც ვერ წაკიყვანს. აი, არ დააკმოხმილი მე. არ დააკმოხმილი. შეიყვანი რა შედა დაამუშავე ხა. არ გვინდა რა. ძალიან გთხოვთ რა, გავუშვათ პოლიციის ოფიცერია, ვაიმე, დავიღუპებით ყველა. ეს ვაიმე დათო 100,000 არა მაგ და აი 50 ლარი მაგ. გავუშვით რა ეს კაცი. ვაიმე დათო ძალიან გთხოვთ რა. რაჩა? ვერტფრენი მოითხოვე მარტო. ჩემი ბრალია რა. ჩემი ბრალია ყველაფერი რა. შენი ბრალი არა. ჩემი ბრალია, ჩემი. ათო, პოლიციაში დარეკა. პოლიციაში დარეკა და გააგებინა სპეციალიზმი მოდის. ხოდა ლაშა შლოდნო დავრიდა. ლაშა ვაზნები. რა ბაბამ. რა ვაზნები? გაგიჟდით თქვენ? ირაკლი, რასაკეთე? ფანჯარასთან ნუდგახა. რატომ? წინა კორპუსის სახურავზე არის სნაიპერი. დადექი. შენ გაიქეც. მე მივხედავ ამათ უყურს. მიდი, თავში. არა დათო, არა. მე და შენ ბოლომდე ერთად უნდა ვიდგეთ. თან უკვე ძალიან გვიანია. რა ბოლომდე? ნახე? სპეციალიზმი ლიფტის ხმა ისმის. ჰა, კი. აი მე მოვიდნენ, უკვე მოვიდნენ. დავიღუპეთ. მოვიდნენ. რა ხარ, გაიგე? ვაიმე მარი. მარიკა. ძევალი აიყვანა. ეს ამუშავებდა. ამ ძევალი ირაკლი. ძევალი ვერტფრენს ითხოვენ მარიკა. რაჭის გამაგებინა. აი მე არ ვიცი მარიკა რა. დათო, შემოხედე რა ხარ გამაგებინა. რა ვიცი მე რა ხდება ერთი ბოთლი დალია და გააპათმოა. არა, მარიკა შენ თავს გეფიცები, არაფერი არ დამილევია. მოვიდა ძევალი არა, ჯერ არ იყო ძევალი, ისე მოვიდა. ამან თქვა რომ ძევალი ხარო. ამან იქ შეიყვანა ვაიმე და მარიკა, ვაიმე. აი ესია რა, მარიკა, აი გადამრია. ჩვენ მეგობარი მოვიდა ლუცვავით. ისეთები უთხრა ირაკლი, ისეთები შემრცხვა იმ კაცის და აგერ დათოს ოთახში შევიყვანე მაგრამ. არ ვიცი რანაირად იქცევა გადავიღე. ვინ არის შენ? ვინ შენი მეგობარი? ვინ შენ? ეხლა არ გადამრიო ირაკლი რა. ეხლა ჩემ მეგობარი რომ მოვიდა ლუცვს ვსვავდით ერთად. ძევალი კაცო? არ გახსოვს ხო? ვაიმე დამსვლა. არ გახსოვს ხო? არ გახსოვს ხო? გამარჯობა. მოდი აქ შენ. მოდი აქ. დამანები გეხოცები რა. შენ ძევალი არ ხარ? მე ვარ ლაშას მეგობარი. მეგობარი ხო? გამიშვარი. აი მე ირაკლი. ეხლა ჩასხოდი
რო გეკითხა ახლა იმ ქალბატონისთვის ბუღალტერია კარგად ესმოდა და ესეთი უმარტივეს რაღაც ვერ გააკეთა. ვაიმე, თამრი, ერთი წუთი. აი, იცი რა, მე გადავამოწმე და თურმე შენ შეგეშალა. მართალი ყოფილა ის ნანა. ტყილა გაუშვით, თამრი. ტყილა გაუშვით, რა ვქნა. ზამანგერთ ისეთი ზოზინა იყო, რომ ნელა ძლივს დადიოდა, ხო? და გამარჯობა. მოვიდა ფლორა ფაუნის დედოფალი. რა, აბა როგორ ხარ, რა ხდება? რა ვიცი რა რაღაცა. რა, გეტყვით ახლა. ეთყობა რა, არაფერი. რა და აი ნახეთ ჩაფიქრებული ხარ რაღაც, ხო. ახო აი ამას ეთყობას ღარბი ყავს ავად. არა, ზღარ მათქმევინებთ. ზღარ გაგიცი და ზღარ. არა, ზღარბი არა, აი ნახეთ, ვიღაცამ გამომიგზავნა საჩუქრად ყველი. ყველია. და ეს მოყვებოდა თან ბარათი და ანგელოზი ხარ. არ ვიცი, ეწერა იმ ბარათს და მე კიდე არ მომწონს ეს ყველი, ვინ არის თანის კაცი ვერ გავიგე და ვიფიქრე საწავიღო, გოგოებს ჩავაბარებ მაღაზიაში გამოადგებად გაკეთე. აი, მე ერთი 5-6 კილო ხო, ბევრია, 3 თავია. ხო, 3 თავია. ანანო რომ გავყიდით, ესე იგი 50% შენი იქნება. არა, კეთება და 50% ის ჩაგაბარეთ ისე თქვენი. მე გამაგიჟებს ესე იგი ხო, კარგი, დიდი მადლობა, ანანო გასაგებია. კარგი, დიდი მადლობა და ჩაივარეთ. ზღარბები ეს რაღაცები. ეხლა ნახე. აი ცადე. უნდა მეწეროს ნომერი როგორც აჰა აი მიდი ხო. ხო მიდი. დასმეთ. ალო. ხო გიგლა, თამრიკო ვარ. ხო, როგორ ახარ? ხო. ხო, ეს რა კარგი საჩუქარი გამოგიგზავნია ანანოსთვის. ყოჩახ, გიგლა, ყოჩახ, აბა რა ქალი სულ უნდა გაანებივრო ესეთი საჩუქრებით. ხო, არ შეწყვიტო შენ ესეთი საჩუქრები და თვითონ ჩამოგადგება თავისი ცხოველებით სამტრედიაში.